მოგესალმებით ყველას მეგობრებო, გილოცავთ, მრავალს დაესწარით, შეგეწიოთ და გფარავდეთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი. ეს არის შობა ყოვლადწმინდა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მეგობრებო, ეს არის 12-თაგან ერთ-ერთი უდიდესი და უძრავი საუფლო საეკლესიო დღესასწაული. ხსენების დღე არის ახალი სტილით 21 სექტემბერი. სხვადასხვა დღეს არის ასევე ჩემი შვილის ბიჭის დაბადების დღე და ღმერთმა დალოცოს და უსურვებ მას ღვთის წყალობას. შეგიძლიათ ჩემთან ერთად გაიმეოროთ, ან შემდეგ აუცილებლად თქვით ეს ლოცვა მოწყალებისა, კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნიესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინ აღდგომთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავესა ქრისტიანეთასა. ამინ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მოკლე ისტორია, მეგობრებო. ყოვლადწმინდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან. ქალაქ ნაზარეთში, რომელიც იერუსალიმიდან 3 დღის სავალზე მყოფ მთის ფერდობზე იყო შეფენილი, ესე ვთქვათ. სადაც ღვთის რწმენით აღსავსე წმინდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, იოაკიმე და ანა. მართალი ღვთისა იოაკიმე, ანუ ღვთისმშობელ მარიამის მამა, იოაკიმე მამა, იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო დედა წმინდა ანა აარონის ტომის ღვთისმსახურის მათთანის უმცროსი ასული. მათთან 3 ქალიშვილი ყავდა. გადმოცემის თანახმად, ხო, მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი იოანე წინასწარმეტყველის დედა გახლდათ. იოაკიმე და ანა უფლის დიდი რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობდნენ და ღვთისმცნებებს ყოველთვის სუფთა გული და ზედმიწევნით იცავდნენ და აღასრულებდნენ. ამასთანავე კი ღვთისათნო ცოლ-ქმარი თავიანთი შემოსავლის, ანუ 2/3 ყოველდღიურად გასცემდა, ერთს ღვთის ტაძარს სწირავდა, მეორეს კი გაჭირვებულებს და მოხუცებს უყოფდა. წმინდა იოაკიმესა და ანას შვილი არ ყავდათ, უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა, რადგან იმ დროს ებრაელი ერის წესების თანახმად უშვილობა უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფელთაც კი ითვლებოდა. წმინდა და მართალნი იოაკიმე და ანა 50 წელი ცოლ-ქმარი იყვნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი იჩაგრებოდნენ უნაყოფობის გამო. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, წმინდა იოაკიმეს შეეძლო უარი ეთქვა უნაყოფო ცოლზე, მაგრამ მას ძალიან უყვარდა, ხო, ნეტარი დედა. ანა და დიდ პატივს სცემდა მას, მოგზალებულობისა და უფლის სიყვარულის გამო. ამიტომაც უარს ამბობდა იგი მასთან გაშორებას. ისინი ერთად ებრძოდნენ ამ განსასწრელს, ხომ, და წმინდა მარხვით, რა თქმა უნდა, ლოცვით და ქველმოქმედებით შესაბამისად არც კარგავდნენ იმედს, რომ უფალი მათ შეიწყალებდა. მოულოდნელად წმინდა დედის წინაშე ანგელოზი უფლისა წარსდგა და უთხრა: ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასulis სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა კი ხსნას მის მიერ მიიღებს. ასევე ღვთის წმინდა ანგელოზმა დაავალა
ნეტარა ანას, რომ წასულიყო იერუსალიმში, სადაც ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. გახარებულმა ანამ კი საპასუხო წარმოსთქვა: ცხოველას ღმერთი ჩემი თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევსწირავ და დღე და ღამას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს. ამ წმინდა აღთმის დადების შემდეგ, ანუ აღთმა დადო, ხო? მართალი ღვთისა ანა წავიდა იერუსალიმში, რათა ედიდებინა უფალი და მადლობა შეეწირა მისთვის. ამავდროულად მოხდა ისე, რომ ანგელოზი უფლისა მართალ იოაკიმეც გამოეცხადა, ანუ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც ლოცულობდა და უთხრა მას: მოწყალე და მაღალმა უფალმა შეიწყნარა შენი წმინდა ლოცვა, რის გამოც ცოლი შენი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს. წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი შენს ცოლს, რომელსაც მე ეს უკვე ვამცნე ყველაფერი. წმინდა ცოლ-ქმარი მართლაც შეხვდა ერთმანეთს იერუსალიმში. უფალს ერთად შესწირეს მადლობა და შინ ღრმა რწმენით დაბრუნდნენ, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთმულს. მეგობრებო, იუდეველთა წესის მიხედვით ახალშობილისათვის მე-15 დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. შესაბამისად, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი მარიამი მართლაც გახდა დედა ღვთისა და ამით დადასტურდა, რომ იგი სწორედაც ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა. ღვთისმშობლის საეკლესიო დღესასწაულის ტროპარი. შობამან, შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოვლსა სოფელსა, რამეთვე შენგან აღმოგვიბწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, დაახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო. გილოცავთ, მეგობრებო, ყველას კიდევ ერთხელ მრავალს დაესწარით, გფარავდეთ და ფარავდეთ სრულიად საქართველოს დედა ღვთისმშობელი. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მოგცეთ მეტი სიყვარული, მეტი თავდაბლობა, აკეთეთ რაც შეიძლება მეტი უანგარო სიკეთე, გაიღეთ მოწყალება და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი დარჩი დაიყავით ერთგულნი ქრისტეს მიმართ და დაიცავით მისი მცნებები. გაიხარეთ, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ.